საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და სუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარეძე მიმედის ეთერში. მისი განცხადებით წინასწარ იყო გათვლილი, რომ მხოლოდ დროებით უხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისეთ თქმით, კონკრეტული გარემოებების გამო გუნდის თხოვნის გათვალისწინებით დათანხმდა თავიდან ამ პოსტზე დანიშნას. ახლა კი შეეცდება ახალი პოზიციით კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა. მდინარეძე 2024 წლის აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილი გადაცდომების შემთხვევებიც გაიხსენა, აღნიშნა, რომ ახალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი მხრიდან ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება, რადგან როგორც მდინარეძემ თქვა, სამართალდარღვევების ერთეულმა შემთხვევებმა არ უნდა გააფუჭოს ის საქმე, რასაც სამართალდამცავები გმირულად აკეთებენ. მისივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით. ყველას შვილების. რაც შეეხება ბლაჟევიჩს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონება ჩემი შემდეგი წინადადება, არ მოეწონება ბევრ ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ. მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა მიზანი აქვთ, მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს ჩემს კოლეგებს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი უკვე ძალიან გაფრთხილდნენ მას შემდეგ, რაც გაჟონა ტელევიზიაში ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები ესე როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად და საერთოდ პრობლემა არ ქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ, რომ პრობლემაა და პრობლემა მათი არის მხილება მთავარი და კანონი უპირისპირდება მათ, გარკვეული სახთელების და პრევენციული სანქციების სახით, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები გადაწყვეტეს და დისტანციური დავალებები გადაწყვეტეს.